ჩემი თოქი იქნება დიზაინერის გადმოსახედიდან და პროდუქტ გაის გადმოსახედიდან GenAI რა პროცესებში გვეხმარება დღეს ყველაზე მეტად. კონკრეტულად მე რაში ვიყენებ და ბოლოს მინდა მაგალითის სახით პრაქტიკულად Windows-ზე ერთი კომპონენტი ავაწყოთ და პროტოტიპი გავაკეთოთ და შესაძლებლობები მოვიხილოთ 15 წუთის განმავლობაში. გამარჯობა კიდევ ერთხელ. მე ვარ გუა. მადლობა ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ ამ ჩვენი თემებზე სასაუბროთ, რომ შეგვიყვება ენერგიული ხალხი ამ საღამო ჟამს. ბოლო პერიოდში ვფიქრობ და მუშაობ თემებზე თუ როგორ უნდა იყოს ჩვენი ინტერაქცია AI-სთან, ძირითადად SaaS პროდუქტების ჭრილში. და დღეს მინდა ამ თემაზე გესაუბროთ და პრაქტიკულადაც შევეხოთ იმ საინტერესო თემებს, რომელიცშიც ამ ეტაპისთვის მე ვზიარდები. განსაკუთრებით ფრონტენდის მიმართულებას ეხება ეს და დიზაინერთან მუშაობის თანაკვეთას. პირველი თემა, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ეს არის არ ვიცი თუ გაქვთ თუ არა ეს ვიდეო ნანახი, ჩემი რეკომენდაცია რომ აუცილებლად ნახოთ. ეს არის პირველი პრეზენტაცია თუ ამ კარგმა და ენერგიულმა და მომღიმარმა ადამიანმა როგორ გააკეთა მაუსის პრეზენტაცია 1968 წელს, რომელიცმაც ეს რაღაცას ამბობდა, რომ წარმოიდგინეთ თქვენ ოფისში, თქვენ როგორც ინტელექტუალურ მუშაკს მოგცეს კომპიუტერის ეკრანი, ასევე მაუსი, რომელიც თქვენ მოძრაობაზე იმეორებს რაღაც მოძრაობებს და დასვა მთავარი კითხვა. აი ამ ყველაფრიდან რა რამხელა ღირებულების შექმნა შეგიძლია. ალბათ იმ წელს ეხლა დისპლეი და მაუსის ქონა იქნებოდა ძალიან ბუვი ამბავი, თუმცა დღეს მგონია რომ ეს ყველაფერი რაღაცები გადაიხაზა და ერთი რამე ჩაიმატა. რომ რისგან შეგვიძლია დღეს ყველაზე დიდი ღირებულების შექმნა. ოფისი არ არის მნიშვნელოვანი, უმეტესი ამბებისთვის დღეს. მე მგონია რომ worker terms-საც შეგვიძლია ესეც გადავხაზოთ და ჩაჯდა რა generative AI-ის შესაძლებლობები. აი ამ ყველაფრით რა ღირებულების შექმნა შეგვიძლია. და დღეს სწორედ ეს კითხვა ისმევა მე ესე მგონია არა მარტო ხელსაწყოებით, არამედ თვითონ ჩვენი შესაძლებლობით AI-სთან ერთად. როცა ვახსენებ ასევე თემას, რომ ჩვენ და AI, generative AI, ერთი კვლევა მინდა გაგიზიაროთ, რომელიც ჩაატარეს 50 ადამიანზე, რომლებსაც მიცეს 6 სხვადასხვა ტიპის кейსი, რომლის evaluation-იც უნდა გაეკეთებინათ. შეგიძლიათ მოიძიოთ ეს კვლევაც. და კვლევა ესეთი რაღაც აჩვენა, რომ როდესაც ეს 50 ადამიანმა გაანალიზა ეს 6 кейსი და მიიღო რაღაცა პასუხი, მათი წარმატების кейსი დაახლოებით 70% იყო. ანუ კარგი 50 ადამიანი შეუგრებიათ ესე თუ ისე. მაგრამ როდესაც იგივე დავალება მარტო AI-ს გააკეთებინეს, 93% იყო დაახლოებით წარმატების მაჩვენებელი. evaluation-ი უკან რითაც უნდა შეფასებულიყო ეს დავალება. თუმცა კითხვა რო დავსვა, როცა ამ ჩატს AI-ს და ასევე ამ 50 ადამიანის რაღაცა ნაწილს მიცეს, რომ ჩატთან ერთად მიიღოთ გადაწყვეტილება, წესით ლოგიკურად უნდა ყოფილიყო ისე, რომ წარმოიდგინეთ, გვაქვს AI, დაემატა კიდე ადამიანის ცოდნა და უკეთესი შედეგი უნდა გქონდეს. თუმცა შედეგი იყო მხოლოდ 2%-ით მეტი. რაც რაღაცნაირად ფეილია, ხო, რომ AI-ს დავუმატეთ ადამიანის კიდე შესაძლებლობები, რომელიც დავუმატეთ კიდე საკითხავია, მაგრამ შედეგი უფრო იმაზე ნაკლები გვაქვს, ვიდრე მხოლოდ თვითონ AI-ს რო გაეკეთებინა. შესაბამისად, მივდივართ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დღეს არა მხოლოდ ან მაშინ როცა იყო რომ დეველოპერები, დღეს მივედით რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის პრომპტები. რომ ყველა დღეს რასაც არ უნდა სწავლობდეს და როგორც არ უნდა აკეთებდეს,
თუ prompts-ი და prompts-ების ამბავში კარგად გათვითცნობიერებული არ ვართ, AI-ის დახმარებით უკეთეს შედეგს ხლად ვერ ვახცევთ და შეიძლება ხელის კი შევშალოთ იმისთვის, რომ შესაბამისი შედეგი მიაღწიოს. აქ ერთმა მათ შორის Vercel-ის ფაუნდერმა ერთ-ერთი ტვიტი გააკეთა, რომ ძალიან ახლო მომავალში, ანუ ახლოს მომავალში ჩვენ აქტიურად დეველოპმენტის რაღაცა ნაწილები, რომლებიც არის, ჩაანაცვლებენ პრომპტები ან პრომპტის ტემპლეიტები. writing styles როგორ დავწერთ, ან თვითონ coding styles, ან შეიძლება რაღაცა requirement-ების დაწერაც, ან კიდე რაღაც სხვა ჩამოთვალე ნაწილები, რომლებიც ძირითადი მთელი საქმე იქნება, რომ უკვე რაღაც system prompt-ები ამ რაღაცებს შეგვისრულებ. იგივე ნაწილი, რომ დიზაინში გადმოვთარგმნოთ, არის რომ landing page-ის layout-ი, რომ wireframe-ის template-ები, კონკრეტული პატერნები და თემები ვიცი, შემიძლია ამის prompt-იც ისე დავამუშაო ან წინასწარ იყოს გამზადებული, რომ ჩემ რაღაცასაც კონტექსტ მაგალითად რო დავუმატებ, სასურველ შედეგს მივიღებ. და სხვა საკითხები, არა მხოლოდ მაგალითად რაღაცა კომპონენტის გენერირება, არამედ ეს შეიძლება იყოს რაღაცა მაქვს ინტერვიუ ვიდეოზე ჩაწერილი და ამ ვიდეოდან ტრანსკრიპტი გამიკეთოს, ტრანსკრიპტი გადააქციოს ასევე კვლევის სხვადასხვა ინფორმაციად და შესაბამისი რეკომენდაციები მომცეს, ხო? ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც ამ საქმეებში მაგალითად დღეს შედიოდა, შეგვიძლია რომ სისტემურ პრომპტებამდე დავიდეს. ეხლა მე გაგიზიარებთ მაგალითად ორ მაგალითს, რომელიც ჩემი თემის ერთ-ერთ კიდე პატარა მცირე ნაწილსაც ეხება. ეს არის რომ vision-ი და არტიფაქტები რა. როცა vision-ი და არტიფაქტს ვახსენებ განსაკუთრებულად ჩატის კონტექსტში. აი მე მაგალითად დღეს როგორ ვიხმარ ის რომ როცა მაგალითად ძალიან კომპლექსური სისტემის რაღაცა სქემა მაქვს მოცემული, გარკვეული პროცესის და კიდევ დამატებითი ინფორმაციები, რომელიც ამის ქვემოთ იყო ჩატში, სკრინში ვეღარ ჩავატიე. როგორ შემიძლია რომ ამის პროტოტიპებამდე ისე მივიდე, რომ ეს პროტოტიპიც თან დამეხმაროს, მე რომ გადაწყვეტილება მივიღო, რომ ინტერაქცია როგორი იყოს. მაგალითად აი ამ შემთხვევაში clothes მივეცი ეს პროცესის მეპი, დავუმატე ასევე სხვადასხვა სტატუსების ფოტო, რომელიც არც ისე ცოტა არის სხვადასხვა პროცესისთვის. და შედეგი არის არტეფაქტი. არტეფაქტი არის React-ის უკვე გამზადებული კომპონენტი, რომელსაც შემიძლია მე თვითონაც დავაკლიკო და ვეთამაშო. აქ ნახავთ თქვენც, რომ შეიძლება ითქვას, რომ ერთი და იგივე რაღაცაა ესეც და აი ეს 4 რაღაცაც. ანუ ერთი და იგივე ინფორმაცია მოძრაობს. მაგრამ ის რომ აქედან მე ამიღო გადაწყვეტილება და მიმეღო რომ ინტერაქციულად რომელი შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო, ან შემდეგ კითხვა დამესვა იმაზე რომ მოდი ახლა კოპიზე გავამახვილოთ ყურადღება, ან layout-ი კიდე სხვანაირად გადავადგილოთ იმისთვის რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. ამ AI-ის ფაქტიურად pair designing-თან ერთად მივედი საბოლოო შედეგა იქამდე რომ საბოლოო პროდუქტის view ჩამოყალიბდა ესეთი. იკონით, სტარტი, თითოეულ ეტაპზე ვიცი, რომელი აიკონი უნდა იყოს აქტიური და რომელი disable და მათ შორის state-ების მოძრაობაც ზევით დავიდა. აქ კიდე ის დამეხმარა, რომ შემდეგ რო უკვე ეს უნდა დამეპრეზენტირებინა, რაღაცა სიტყვით კი არ მომყევი ეს რაღაცა. აქვე უთხარი რომ გთხოვ, ეხლა შენაც გააკეთე ღილაკების state-ები და ზოგადი სტატუსის state-ები ისე და დოკუმენტირე რომ ticket-ში მე team leaders შესაბამისად მივაწოდო development-ისთვის რა. და მივამაგრე ესეც. მეორე მაგალითი, რომელიც ცოტა უფრო კომპლექსური არის და დეკონსტრუქციაში დამეხმარა, არა მხოლოდ ფოტოსატვირთვა და კიდევ ქვემოთ. მეორე პრაქტიკული მაგალითი, რომელიც აი ყოველდღიურად ვიყენებ, რომ აი ესე უნდა ესე ვიქცევი რა. არის ის, რომ მაგალითად მაქვს რაღაცა ტიპის დეშბორდი, ზოგადი წარმოდგენა მაქვს უკვე რომ როგორ რა მიმართულება მინდა ავირჩიო, ვიცი რომ Apple Weather-ის მსგავსი მიმართულება მინდა, სადაც არის ქარდები და შიგნით ინფორმაციები მოცემული.
მათ შორის ვეზირის აპლიკაციის ფოტოც მივეცი, დავუმატე ჩემი ინფორმაციები და დამიგენერინა პირველი ფოტო. რაც მისაღებია ხო იმისთვის, რომ რაღაცა საწყისი მიმართულება მოცემული ქონდეს. რაღაცები შეგიძლია აქედან აიღო, მათ შორის სტატუსებს, სადალაგებს ან ძირითადი განსხვავებული ინფორმაციები, როგორ გამოყო სხვადასხვა აიკონით. მერე შემდეგი იტერაცია იყო ერთ-ერთი აქედან ამოვიღე, რომ მოდი მივაქციოთ ახლა ყურადღება, რომ კომპაქტური იყოს ეს ყველაფერი და UX writing-ში UX როგორ იმოქმედე როგორც UX writer-ი და როგორ გადახედავდი ამ პროცესს. და ნახეთ რა ქნა შეამცირა დასახელებები, ხო? და მათ შორის გადაალაგა კონტენტიც. იმის მიუხედავად, რომ ზედანაწილი მთლად კარგი არ არის, რა ამოვარდა ეს თვალში შესახვედრად რა, რომ writing-ის ნაწილში შეამოყვა საკმაოდ გემრიელად ეს ინფორმაცია. ესე კიდე ველაპარაკი ამას და თან ვეთამაშე live რეჟიმში preview, Figma ფაქტიურად ჯერ არ გამიხსნია ამ პროცესში. ავიღე ეს ინფორმაციები და შემდეგ უკვე მოვედი Figma-ში. სადაც ფაქტიურად იგივე ინფორმაციის რაღაცა ნაწილი, მათ შორის დასახელებებიც ავიღე ისე, რომ სტრუქტურა, copywriting-ის ნაწილი მეცნიერად უკვე აქეთან მხარეს გამზადებული მქონდა და დამუშავებული ჩემს მიერ. მათ შორის გაზიარებული დემოზე იმ ხალხთან ერთად ვისაც მუშაობ და მე უკვე წავედა Figma-ში ამის გაკეთება. ამ შემთხვევაში მაგალითად chat-CN-ით ან რაღაცა მზა library-თან მუშაობ, თუმცა იქვე შეიძლება და ამ ამის მოხვედრა და მაგალითად Figma საერთოდ ამომეგდო. აი როგორ ამომეგდო ამ მაგალითსაც ეხლა ცოტა ხანში გაჩვენებთ. მზად ვართ? Let's go. კარგი. თქვენი დახმარება დამჭირდება. ერთი კითხვა, რომელიც აქამდე დამისვეს, სანამ აი AI-ის chats მივმართავდი იმისთვის, რომ რაღაცა კონცეფციაზე რა შესაძლებლობები იყო, რომ მემართა, ამისთვის ვიყენებდი Mobbins, სადაც ყველა ცნობილი პლატფორმის გვერდები და ჯორნები არის ერთად თავმოყრილი. მაგალითად, არ ვიცი რა Airbnb, ხედავთ ხო ჩემ ეკრანს? კი. მოდი ვთქვათ ესეთი მაგალითი, რომ ავიღოთ Airbnb-ის მთავარი გვერდი, ამ შემთხვევაში ფოტო, მნიშვნელობა არ აქვს. ის ჯანისთვის რაღაც ის გაკეთება მინდოდა. შევთვალოთ, რომ Figma-ში გვაქვს უკვე რაღაცა Airbnb-ის მთავარი გვერდი. გავუზიაროთ ეს მაგალითად Winolis chats. ვინც არის ის Winolis chat-ი არის შემდეგ კვირაში კიდე შეიძლება ცოტა სხვა რამე იყოს, მაგრამ chat-CN-ზე მიმაგრებული და Vercel-ზე მიმაგრებული და Next.js-ზე მიმაგრებული AI გადაწყვეტა. მე მგონი გვერდით რაღაცებიც წაიღო, ამას მოვაშორებ. თავიდან გავაკეთებ. ვთქვათ, Figma-ში მაქვს რაღაცა მონახაზი. და მანე საფათ ვერ გააპდეიტა ლინკი. არც არაფერი მიმიწერია, როგორც ნახეთ პრომპტის დაიხმარა, რომ რა UI-ც გაქვს ახლა მოწოდებული Figma-დან, გააკეთე accurate as possible. და ნახოთ, აი მარტო ამ პრომპტიდან იდეაში რა სამუშაო ვერსიას მოგცემს. როგორც ხედავთ, Next.js-ის დაწერა დაიწყო. ამოიღო ინფორმაცია, რომ გვაქვს Airbnb-ის ლოგო, კატეგორია ნავიგაცია გვაქვს, კატეგორიები რაც მოიცავს, main context-ის ინფორმაციაც შეინახა და ეხლა ჩვენ რასაც ველოდებით არის ის, რომ კონდეს preview სწორედ ამის ამოსახვას. ამ მაგალითად მქონდა ბედნიერება, რომ მე მუშავა ერთ-ერთ გუნდთან, სადაც როდესაც რამე კომპონენტზე მცირედით მუშაობა მინდოდა, აქვე ვამუშავებდი და შემეძლო მე ეს ლინკი გამეზიარებინა დეველოპერთან, Figma-ც ამოგდებული იყო საერთოდ ჩვენ ჯორნში. როგორც ნახეთ, დააგენერირა მათ შორის responsive
უმეტესი რაღაც არის მოსივლია, ყველა რაცხადია, გვერდი, სადაც რომელიც ეხლა ამას რა შემიძლია უკნა, როგორც დიზაინერმა მოდი ჯერ ესე დავიწყო. შემიძლია რომ კონკრეტულ გვერდზე მივიდე და უთხრა რომ აქ როგორც ხედავთ ეს ადგილი არ არის კლიკებადი, ხო? შემიძლია უთხრა რომ აი ესე ამ დივზე დავდგე. ანუ არამედ მთელი გვერდი ვაგენერო, არამედ უთხრა რომ აი ამ კონკრეტულ ადგილი გააკეთე კლიკებელ და შექმენი მოდალი, სადაც date pickers გავუშვა. ესეც ადგება ეხლა, წავაშა CNS library-ში, წამოიღებს კალენდარს, იმ სივრცეს გააკეთებს კლიკებად, გააკეთებს უხდება ამის აგენერირებს და მოდი ვნახოთ რა. ესე მშვენივრად გაგვიკეთა ეს ამბავი. შემიძლია ახლა ესე მივყვე და უთხრა რომ მაგალითად აი მთლიანად მოვნიშნო აქ ნოტიფიკაცია გამოტოვა როგორც ხედავთ, ხო? აქ არ არის. შემიძლია ასევე უთხრა რომ add here და მე გამავი გააკეთოს. ცხადია ახლა ძალიან მარტივ პრომპტებს ვწერთ დიზაინის ნაწილში შეგიძლია ესეც გააკეთო, მაგრამ ძალიან როგორც თქვით, როგორც ჯანის პრეზენტაციაშიც იყო, ხო, თავიდან რომელი source-დან წამოიღო, უნდა მიგეთითებინა, მაგრამ მოლოდინი იყო, რომ თავიდანვე ჩარს დააგენერირებდა, ხო? ამიტომ ხშირად ეს prompts როგორც მივაწვდით, შეიძლება პირველივეზე შესაბამისი შედეგი არ გქონდეს, თუმცა მერე უნდა დამუშავდეს. აი მაგალითად ეს მაგალითიც ახლა სავარაუდოდ ჩამა. ეხლა ყველაზე ხელშესახები რა არის? შემიძლია ეს კომპონენტი ავიღო, ეს მთლიანი გვერდი, ანუ page რომელიც თავის კომპონენტებით, ანუ თავისი კოდით, წამოვიღო მაგალითად VS Code-ში და პირდაპირ უთხრა ამათ, რომ შენ ეს კომპონენტზე რომელიც ახლა მე ჩვენ ვიმუშავეთ, წამოიღე ჩემთან და აი აქ კომპონენტებში ჩამიმატებს მათ შორის კალენდარსაც და იმ არეებსაც პირველად მარკაპს გამიკეთებს. პროცესში იმისთვის რომ მაგალითად discovery გავაკეთო კომპონენტის ღილაკების, რადგანაც მე ძირითადად ახლა შიდა პროდუქტებზე მუშაობ, უმეტესი ნაწილი არის იმ რაღაცა მზა პატერნების და კომპონენტების გარშემო ტრიალი და აქ გვერდზე layout-ს როგორ გადავაწყობთ, ხო? ამიტომ ამ შემთხვევაში შემიძლია და როცა მქონდა ამის საშუალება, Figma სრულად ამოგდებული მქონდა, პროექტში მქონდა საერთო ვინოლი და მხოლოდ უზიარებდი ამ ინტერაქციას. აი ესე შემიძლია აქაც ჩავაგდო და თქვენ თვითონაც ნახოთ რა შექმნა და როგორ შექმნა. სულ მინდოდა ეს გამეზიარებინა თქვენთვის და ერთს დავამატებ, რომელიც დამავიწყდა, გამომჩნდა, არის ის, რომ კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც არის template-ების შექმნა ChatGPT-ში ან ნებისმიერ AI tool-ში. მაგალითად, ავიღოთ copywriting-ზე მემუშავე. აი ეს ტექსტი ახლა ცოტა ვისაც არ უნდა ვკითხოთ, დიდი გონია, ხო? რომ მოცულობითი არის. მაგალითად, მე აღებული მაქვს, გაკეთებული მაქვს template-ი ChatGPT-ის და როცა მე ტექსტს მივწერ, აღარ მინდა წინასწარი ინტროები, რომ იმოქმედე როგორც UX writer-ი და ესე მომწერე. უკვე ესენი ინსტრუქციაში წინასწარ გავუწერე, გავაკეთე ამის template-ი და პირდაპირ წერს, რომ აი, შენი ტექსტი, რომელიც აქ მომწერე, პროფესიონალური ფორმატით, შემცირებული და ასევე არგუმენტაციასაც წერს, რომ სხვადასხვა ვერსია, მაგალითად, იგივე copy-ს რატო შეიძლება იყოს კარგი. ამიტომ copywriting-ზე და მათ შორის ლეიბლებზე სტრუქტურულად შექმნილი მაქვს სხვადასხვა template-ები, რომელიც მეხმარება ამ პროცესში, რომ წინასწარ გამზადებული მაქვს, ჩავაგდებ მაგალითად რა ნაწილიც მინდა, მათ შორის გვერდის evaluation-ი იქნება თუ heuristic-ული evaluation-ია, რომ რა შეიძლება შეიცვალოს layout-ის გადაადგილებაზე რამე სხვა არ მირჩევს. ეს
უკვე წინასწარ განსაზღვრული ტემპლეიტი პროცესსაც კიდე ძალიან მიჩქარებს. სულ ეს იყო ჩემი დღევანდელი workflow. რითაც GNI ტულებს ვიყენებ. და როგორ და კაი იყო ბოა ჩატშიც ძალიან ძველი რეაქციები იყო. და გუშინ ძალიან ბევრ თოქს უყურე რაღაც გავს თემებზე. მათ შორის აი AI-ში ძალიან დიდი რაღაც ინფლუენსერი ტიპები ვინც არიან Swix-ი რო არის თუ იცით და აი პირველ ცდაზე დემოს დროს რო აი ეს რაღაცა მიეწერა და გამოსულიყო აი პირველად ნახე რა ჩატშიც ეგ დავწერე რომ თუ გამოუვიდა თქო ახლა ჩემთვის იქნება პირველი როცა თოქში ვნახე რომ ვიღაცას გამოუვიდა რაღაცა პრომპტი მიწერა და იმუშავა თქო და მაგარი იყო რა შეიძლება ისწავლე რომ kinda Airbnb დიზაინერებისთვის ძალიან ხშირად გამოყენებადი ტემპლეიტია kinda და შეიძლება მაგაზე overfitted არის ცოტა, მაგრამ მაინც impressive. AI არ ჩაგვანაცვლებს. დიზაინერები ჩაგვანაცვლებს პირდაპირ. ანუ ის ტეისტი მაინც დაგჭება რა, რომელიც უნიკალური გაქვს. ხელსაწყოების ამბები კი შეგვეცვლება. სხვათა შორის მცირედი დავამატებ, რომ ჩემ თოქში დასაწყისში მეწირა Claude-ი. რომ იმიტომ რომ vision-ი და არტეფაქტები თქვენ სანამ დაორგანიზეთ ერთ 3 კვირის წინ, მაშინ მხოლოდ მას ჰქონდა, ChatGPT-ს არ ჰქონდა და მე ვთქვი რომ მოდი ამოვიღებ Claude-ს, იმიტომ რომ ხვალ კიდე ესეთი რაღაცა თან ახლა Windows-შიც გავაკეთე პრეზენტაცია, ხო? ახლა კურსორშიც კიდე არ წავედი ძალიან. და ესეთი რაღაცები უკვე ბევრ ალაგ-ალაგ სივრცეებში შეიძლება რომ გაკეთდეს და მეც მოლოდინი მაქვს რომ სადღაც გემრიელად კარგად უნდა გაერთიანდეს ეს ყველაფერი რა. მომავალი Dreamweaver-ი რომელი იქნება არ ვიცი, მაგრამ რომელიღაცა იქნება. სადაც ერთ ამბავს გააკეთებ პროდუქტის. ერთი კითხვა იყო და კონკრეტება აინტერესებდა. ერთ-ერთ მაყურებელს რომ აი თავიდან რაც დალინკეო Figma-ო, ანუ screenshot-ი იყო თუ actual Figma-ო თავის ლეიერებით. მე როგორც ვიხდი, ჩვეულებრივ Figma იყო. ეს იყო Figma იყო ფოტო ავიღე ხოლოდ. რომელსაც ფოტოდანვე შეუძლია განსაზღვროს რაღაცა. თუმცა შაციანის ანუ რადგანაც Figma არის web based, შეუძლია რომ წაიკითხოს ლეიერებიც და მათ შორის დასახელებებიც და უფრო აკურატული და ეს closest possible-ის დაწერა შეიძლება აღარ დაგჭირდეს, იმიტომ რომ პირდაპირ კომპონენტებს ვიკავება რა დასახელებები და უფრო მეტად აკურატული და დაახლოებული რეზულტატი იქნება. თუმცა ესეც კარგი იყო. როგორც აღნიშნე. ძალიან კარგი იყო.